მტკივა რომ იმ შეიძლება ითქვას ინფორმაციულ ზღვა ოკეანესა და ხანდახან ვაკხანალიაში რაც ამ ბოლო პერიოდში ხდება საქართველოში ძალიან მიჩუმად და ეს ჩვენთვის ეროვნული ინტერესებისგან გამომდინარე ესეთი მნიშვნელოვანი თარიღი. ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს ალბათ რამდენიმე თემა ის მიმდინარე პროცესები რაც საქართველოში მიდის შევეხები მე და თქვენი კითხვებიდან გამომდინარე შეგვიძლია უფრო გავშალოთ ეს თემა ალბათ ის ჩამონათვალი ჩვენს მიერ გაკეთებული გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის მიერ იმ პროკურორების და თანამდებობის პირების რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო წინა ხელისუფლების მიერ იყვნენ გამოყენებული მთელი რიგი საქმეების გაყალბებაში ალბათ ამაზე შეიძლება საუბარი ბატონ ზურაბ ჟვანიას გაუხსნელი საქმე ჯერ კიდევ უკრაინაში მიმდინარე პროცესები თბილისის მერიაში კორუფციული სქემები და კორუფციული გარიგებები და რა ვიცი აბა სხვა დანარჩენი და რაც თავარია კი და მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ჯერ პოროშენკო მე როგორც ვიცი არ ეცალა ამისთვის და განცხადება ოფიციალური არ გააკეთა, მაგრამ ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია იმის რომ ჩვენი ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება არის აბსოლუტურად უუნარო, უპრინციპო, თუ შეიძლება ითქვას უნიათოც კი, როდესაც სრულიად საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის ლეგიტიმურად ითხოვდა თავდაპირველად ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს, საქმეების გამოძიებას, მას საქმეების გამოძიება დაიწყეს და ვგონებ დაამთავრეს 2-3 სააკაშვილის პალტოს აღმოჩენით და ბებიის 20 წლიანი მანქანის გამომზეურებით. ვერაფერი რეალური მათ ვერ დადეს, თუმცა ვიცით რომ უამრავი მიმართულებით არის დანაშაულის დეტალები და სერიოზული ნიშნები, რო აღარ ვთქვათ ჩვენ ციხის კადრები და სხვადასხვა. და აქედან გამომდინარე ამ ფონზე, როდესაც ძებნილი კაცი ჯერ არის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოქმედ პრეზიდენტთან ერთად ზის და ამის შესახებ განცხადებას არ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება და უფრო მეტიც, როდესაც ძებნილი კაცი ინიშნება ძალიან მაღალ თანამდებობაზე ჩვენს მეგობარ უკრაინაში, ეს არ არის უკრაინელების და უკრაინელების ასე ვთქვათ დანაშაული, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობის მაჩვენებელი, რომ მათ ვერ მიიტანეს არათუ ევროპაში და დასავლეთში და სხვაგან, არამედ ჩვენს უახლოეს მეგობარ სახელმწიფოში რეალური სურათი თუ რატომ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის მიმართ. და საერთოდ საოცარია პოროშენკოს ქმედება კაცმა, რომელმაც სააკაშვილს გულისხმობ 20% ტერიტორიების დაკარგა, აიყვანა მრჩევლად იმისთვის, რომ გაამყაროს თავისი ეროვნული უსაფრთხოება და უკრაინის სახელმწიფოებრივი მთლიანობა გაამყაროს. ეს ცოტა არ იყო სასაცილოა, მაგრამ რა გვიქურს ჩვენ, როდესაც იქვე ამ რამდენიმე საათის წინ და დღენახევრის წინ ჩვენ ვიხილეთ საერთაშორისო ძებნილი ბატონი ადეიშვილი, რომელიც ესეთი ჩვენი ხელისუფლების არაადეკვატურობის მანიშნებელია, სულ გვეუბნებოდი, რომ საერთაშორისო ძებნაშია ადეიშვილი საერთაშორისო ძებნაში ინტერპოლის ძებნილი და რეალურად მათ გადაცემული ჰქონდათ, მაგრამ ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნაში ადეიშვილი დასვა 2 კვირის წინ, მხოლოდ 2 კვირის წინ და საოცარია, რომ ეს კაცი ღებულობს ჯერ ერთი უნგრეთში პოლიტიკურ თავშესაფარს და შემდეგ მოძრაობს ერთი ქვეყნიდან მეორეში. აი თუ გაინტერესებთ ჩვენ გაჩვენეთ ფოტოებს, როგორ არის ის კიევში, როგორ ხვდებიან მას, ეს კი ინტერპოლის როგორც ძებნილის სპეციალური ცირკულარია, სადაც მის შესახებ არის მონაცემები და სხვადასხვა. ერთი განცხადება, ერთი ოფიციალურ განცხადებას გულისხმობ დღევანდელ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ამიტომ ეს არის მაჩვენებელი იმის, რომ ყველა მიმართულებით მათ აქვს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს პრობლემები და ამიტომაც არ არის გასაკვირი
ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება და მეტად კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რადგან ის დანაპირები, რასაც ჩვენ ოქტომბერში ველოდით და მივიღეთ არჩევნების შემდეგ 2 წლის მანძილზე, პრაქტიკულად არ შესრულებულა და არის სერიოზული პრობლემები, სრული კოლაფსი მართველი გუნდის, საგარეო პოლიტიკაში აბსოლუტური ჩავარდნები, აღარ ვლაპარაკობ საშინაო პოლიტიკას, კორუფციის მაგალითები, თბილისის მერიის მაგალითები, ლარის კურსი, ფასების კატასტროფული მატება და ამ ფონზე თბილისის მერიის და არამხოლოდ მერიის, მთელი რიგი უწყებების, სახელმწიფო ინსტიტუტების პრემიების მომატება, გაუთავებელი მომატება და ეხლა ისეთ აბსურდამდეც კი მივიდნენ, როდესაც ერთ-ერთ ქალაქში მერიის თანამშრომლები პრემიის მომატებას ესე ირონიულად უწოდებენ უწმინდეს უნეტარესის მიერ ნაკურთხ საქმეთ. აი ამ დონის და ამ გაქანების ადამიანები რო არიან, შეყრილნი მართველ ინსტიტუტებში დღევანდელი ხელისუფლებისას გულისხმობ, იმიტომაც არის ესეთი სავალალო შედეგი და იმიტომაც არის ვინმე ჯოკია არის თბილისის, საქართველოს სატახტო ქალაქის, დედაქალაქის საზედამხედველო სამსახურის უფროსი და აძლევს თავს უფლებას, რომ აიღოს $180,000 დოლარის ქრთამი და სრულიად დარწმუნებული ვარ ჩვენ რა თქმა უნდა ის არის ბრალდებული და ჯერ სასამართლო არ გამართულა, მაგრამ ფაქტის სახეზეა და სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ის არ არის ამ ბინძურ საქმეში მარტო, მას ყავს ხელმძღვანელობა და სამწუხაროდ თბილისის უმოქმედო მერი, რომელსაც საკუთარი სოფელ კოკას მამასახლითაცაც კი არ აირჩევდა ადამიანი, თბილისის სტრუქტურებს ვერ მართავს და ესეთი ვიგინდარა თანამშრომლები ყავს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვიცით, რომ იქ არის კორუფციული ფაქტების სერიოზული მიმართულებები და ამის შესახებაც ალბათ სულ მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. უშუალოდ პირდაპირ ამ ერთი ფაქტის გამო შეიძლება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების საკითხი არ დადგეს, მაგრამ მე მაინც ვგონებ, რომ ეს იმდენად უმოქმედო და იმდენად სუსტი მერი აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ ვიცოდით, ესეთ როცა გინიშნავენ მერს და რეალურად ის არ არის არჩეული, მისგან ვერანაირ სიკეთეს ვერ უნდა ელოდო, იმიტომ რომ ის ატარებს რაღაც ერთი მიმართულების დავალებებს, აჩემებული აქვს გინა თუ არა პანორამა თბილისის, მისთვის თავარი ყოფილა პანორამა თბილისი, შეიძლება კარგი არ ვიცი, მაგრამ მე მას ამ პანორამა თბილისს მე უწოდებდი ხუმრობით, რა თქმა უნდა, ახალ სემირამიდას ბაღებს, რას ააშენებს, მეტი არა, ჩემი ტერამი ააშენოს, მაგრამ როდესაც ის ყველა მიმართულებით ვერ აგვარებს თბილისში საკითხებს და არის კორუფციული ფაქტები და კიდევ იქნება, ვიცით ჩვენ, იმიტომ რომ გამოდის იქიდან ინფორმაცია და შესაძლოა მოსახლეობა, რომლებიც იქ მიღებებზე მიდის, არის საოცრად უკმაყოფილო, ისევ არის უკანონო მშენებლობები, ისევ არის მწვანე ნარგავების გაჩეხვა, ისევ არის გაუთავებელი ამ გზების ვითომ დაგება, გადაკერება და ტენდერები, რომლებიც აბსოლუტურად მიკერძოებით ტარდება. ჯერთ რა საჭიროა, რა აუცილებელია ერთი და იმავე ქუჩაზე 30-ჯერ დააგო გზა, გადააკერო, გადმოაკერო. ეს არის ფულის მახე. და უამრავი სხვა, როდესაც არის წესრიგი არ არის დამყარებული და უამრავი შეფარული უკაცრავა და საროსკიპოებს მიაქვს თბილისი და იქ არიან არალეგალების შეყრილები აზიის ქვეყნებიდან, როდესაც მოუწესრიგებელია აბსოლუტურად და სრული კოლაფსია სატრანსპორტო, შეიძლება ერთბაშად ვერ მოაწესრიგო, მაგრამ რამდენიმე სერიოზული პროექტი გდებს იქ, რომ როგორღაც თბილისელებს შეუნსუბუქდეთ პიკის საათებში მოძრაობა, მაგალითად ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა ბატონმა შალვა ოგბაიძემ ძალიან საინტერესო პროექტი დადო, მის განხორციელებას დიდი თანხები არ ჭირდება და 20%-ით მცირდება პიკის საათში მოძრაობა და სხვა. ამიტომ დგება საკითხი, რომ ეს არ არის ის კაცი, რომელიც თბილისის სახეს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ კონკრეტულად ამ კორუფციულ საქმეებს თუ მოყვება მისი პასუხისმგებლობა, ამას მომავალი გვიჩვენებს. მე პიროვნულად მის მიმართ არანაირი
ესეთი უარყოფითი დამოკიდებულება არ ამას. მის საქმიან თვისებებზე მსჯელობ, უკვე რამდენი თვე გავიდა, წელი ნახევარწელზე მეტი გავიდა და ქალაქი უკან და უკან მიდის. სიბინძურის და ქაოსის, უწესრიგობის და დახუნძლული გარე ვაჭრობის ქალაქად იქცა, რომელსაც ვერ დაარქმევ, რომ ეს არის დედაქალაქი. და პრემიერმა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ეს ამით ხდება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჯარის და არ შეიძლება ეს და იმ განცხადებებით, რაც ბოლო პერიოდში ვრცელდება. თქვენი შეფასება? ჩვენი შეფასება არის ის, რომ თავდაცვის სისტემაში სერიოზული რეალური რეფორმები ჩასატარებელი როგორც იყო, ისევ არის გასაკეთებელი. ეს 2008 წლის ომმაც გვიჩვენა და ეხლაც. მე ვერ ვეტყვი იქ დაკავებები რომ მოხდა ადრე ის ადამიანები არიან დამნაშავენი თუ არ არიან, რადგან ჩვენ რეალურად არ ვიცით რა მოხდა, იმიტომ რომ დაიჭერენ ადამიანს და შემდეგ არდებენ ფაქტს. რისთვის, რატომ და გამყარებული არ არის არც ერთი. არც არგუმენტებით, არც დებულებებით და არც ფაქტობრივი მასალით, მაგრამ საერთოდ თუ ვინმეს უნდა დისკრედიტაცია მოახდინოს დღევანდელი თავდაცვის სამინისტროსი ისევ და ისევ ხელისუფლების უმოქმედობა, რომლებიც ამის მიზეზს აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს თუ საზოგადოებრივ გაერთიანებებს თუ ადამიანებს. მე მაგალითად, როდესაც ყოფილმა წინა პრეზიდენტმა სააკაშვილის გულისხმობ გააკეთა განცხადება და მოუწოდა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს მოქმედს და თადარიგში ყოფს რომ დატოვე და წამოდით უკრაინაში საბრძოლველათო, ამასთან დაკავშირებით სერიოზული ოფიციალური განცხადებები დღევანდელი ხელისუფლებისგან არ მომისმენია და ბევრი სხვა რამ. ამდენად და თვითონ ის ფაქტიც, რომ სხვა უწყებიდან გამოგდებული ადამიანები მაინც და მაინც თავდაცვის სამინისტროში მოკალათდებიან, ესეც ცუდის მანიშნებელია. ამიტომ იქ სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი და არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. ჩასატარებელია რეფორმები სპეცსამსახურებში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ რეფორმები არა რეფორმებისთვის, არამედ სერიოზული საკადრო გადახედვა. ჩვენ წარმოვადგინეთ გვარები იმ ადამიანების, რომლებიც წლების მანძილზე აყალბებდნენ საქმეებს, ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს და უდანაშაულო მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ და მათივე ხელით ხდებოდა ამ ადამიანების დაჩაგვრა. არც ერთი ეს საქმე რეალურად ჯერ გადახედული არ არის და ეს ადამიანები, მე შემიძლია გვარები დავასახელო, ჯერ კიდევ არიან მოკალათებული ამ სამინისტროებში. ამიტომ მარტო ლოზუნგების დონეზე, მთავრობის ხდომაზე თუ პრესკონფერენციაზე თქვენთან ჟურნალისტებთან საუბარი რომ ჩვენ სერიოზულ ცვლილებებს ვახორციელებთ, ეს არ არის გამართლებული ქმედებას ველი და ეს ქმედება ვერ დავინახე და ამიტომაც იყო რომ იძულებული გავხდით სია გამოგვექვეყნებინა იმ მაღალი რანგის თანამდებობის პირების პროკურატურაში, რომლებიც წესით სულ მცირე თანამდებობაზე არ უნდა იყვნენ, მაგრამ მეორე მათ მიმართ უნდა იყოს დაწყებული სერიოზული სამსახურეობრივი მოკვლევა. სულ მცირე, როდესაც ხელისუფლებას არ ახსოვს და არ იცის, ჩვენ შევახსენებთ მათ. ჩვენ ეს 30-40 კაციანი გვარები წარმოვადგინეთ, სხვათა შორის ესენი არ არიან მეისრეები, ესენი არიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები, პირველი თუ არა, მეორე ეშელონის მაინც დეპარტამენტის უფროსები, მოადგილეები, რაიონული, რეგიონული პროკურორები და სხვა და სხვა. ეხლა ამ სიას მე აღარ გავყვები, იმიტომ რომ ისედაც გადმოგცემ თქვენ და ნახეთ. გამოიკვეთა კი ბატონო. საერთოდ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა ადამიანურს, მორალურს, ის რაც ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, ცხონებულ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ხდება და რაც უფრო მალე დამთავრდება ეს საქმე, მით უკეთესი უპირველეს ყოვლისა ოჯახისთვის, მას შვილები ეძდება და ასევე საზოგადოების და ქვეყნისთვისაც. იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ყველაფრის მოსმენა. ერთი ორი კვირაღა დარჩა წინა ხელისუფლებამ თავისთავად საფუძველი ჩაუდო იმას, რომ ეს საქმე ესე უკუღმართად წარმართულიყო. დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებიდან არჩევნებამდე ყვებავს იმით, რომ რაღაცა დამატებითი დოკუმენტებია, მაგრამ რეალურად არაფერი არ ჩანს. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან დასრულდება, ყველას ინტერესებში შედის, თუმცა ეს კიდევ მანიშნებელია სახელმწიფო ინსტიტუტების
სრული ქაოსითა და არაპროფესიონალიზმით, მაგრამ მე მაინც ერთს ვიტყოდი, ჟვანიაც და ბატონი ზურაბ ჟვანიაც და ასევე ეროსი კიწმარიშვილიც შეეწირნენ იმ სისტემას, რომელთა შემქმნელიც, ერთ-ერთი ძირითადი შემქმნელიც და ხელდამსხმელიც თავად იყვნენ. აი ეს არის ტრაგედია. და ამით შეიძლება გავუკეთოთ მთელ ამ 10 წლიან პერიპეტიას, ამ ძიმე საქმისას რეზუმირება.